გამარჯობა. Ამ ვიდეოში გესაუბრებით შემთხვევებზე, როდესაც ცხოველებმა ადამიანი გადაარჩინეს. დელფინები 24 წლის სერფერს ტოდ ენდრისის თავს დაესხა ზვიგენი. ეს უზარმაზარი ზღვის ბინადარი მიეპარა ტოდის და ზურგი მთლიანად აათალა. სერფერს გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა, თუმცა დელფინთა ჯგუფი გარს შემოერტყა და დაიწყეს მისი დაცვა. ტოდიმ დრო იხელთა და სერფინგის დაფით როგორღაც გააღწია ნაპირამდე. სპილო 2004 წელს ტაილანდში დამანგრეველი ცუნამის დროს 8 წლის გოგონას ემბერ მეისონის სიცოცხლე სპილომ გადაარჩინა. როდესაც წყლის დიდი ტალღა ემბერისკენ წამოვიდა, სპილომ გოგონა ზურგზე შემოისვა და სანაპიროს მოაშორა. გორილა ჯამბო 1986 წელს გორილა ჯამბოს ნაზი გიგანტი უწოდეს. მას შემდეგ რაც მის გალიაში ჯერსის ზოოპარკში 5 წლის ბავშვი ჩავარდა, ბიჭუნას გადავარდნისას თავის ხალა გაუწყდა და რამდენიმე ძვალი დაემტვრა. ჯამბო ბავშვთან მივიდა, ზურგზე ფერება დაუწყო და იცავდა, სანამ მაშველები მივიდოდნენ მის გამოსაყვანად. კატა ვინი 2007 წლის ერთ ღამეს კეტი კისლინგი კატის განწირულმა კნავილმა გამოაღვიძა. როდესაც კისლინგი საწოლიდან ადგომას ცდილობდა, მას თავბრუ ეხვეოდა და გულისრევის შეგრძნება ჰქონდა. კეტი მიხვდა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. თავისი ქმარი და შვილი უგონო მდგომარეობაში იყვნენ. მან მალევე იგრძნო გაზის სუნი, გააღო ფანჯრები და რეკაცხლა ერთ-ერთში. გადარჩა თვითონაც და მისი ოჯახიც. თხა მენდი ავსტრალიერი ფერმერი ნოელ ოსბორნი ნაკელის გროვაში ჩავარდა და ნეკნი დაიზიანა ისე, რომ ადგომა აღარ შეეძლო, თანაც ტერიტორიულად ძალიან შორს იყო ადამიანებისგან. ნოელი გატეხილი ნეკნით ღია ცის ქვეშ ნაკელის გროვაში 5 დღე იწვა. მის გვერდით იყო მისი ერთგული თხა, რომელმაც პატრონი არ მიატოვა. ციუ და წვიმიან ღამეებში მის გვერდით იწვა და ათბობდა. წარმოუდგენელია, მაგრამ რძესაც კი ასმევდა. საბოლოოდ ნოელის გაუჩინარება შეამჩნია ხალხმა. დაიწყეს მისი ძებნა და იპოვნეს კიდეც. ღორი ლულუ რთული წარმოსადგენია ალბათ, როგორ შეიძლება ღორმა ადამიანი გადაარჩინოს. თუმცა ადამიანს სახელად ჯონ ალტმანს გულის შეტევა დაემართა. მისი შინაური ცხოველი ღორი ლულუ ქუჩაში გაიქცა და დახმარების სათხოვნელად პირდაპირ სავალ გზაზე გადავიდა. იგი მოძრაობის შეჩერებას ცდილობდა, თანაც ისე იქცეოდა, თითქოს ყურადღების მიქცევა უნდაო. უკმაყოფილო მძღოლებს შორის აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელიც ღორს სახლში გაჰყვა და იატაკზე ჯოვანი იპოვა. ქალბატონის ავადმყოფოში გადაიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს. თუთიყუში ვილი 2 წლის ბავშვი ჰანა კუსკის სიცოცხლე მისმა პატარა თუთიყუშმა ვილი მიხსნა. მეგან გოვარდიმ ჰანას ძიძამ და თუთიყუშის პატრონმა. ნამცხვარი გამოაცხო და სამზარეულოში გასაგრილებლად დადგა. თვითონ კი სხვა ოთახში გავიდა. სულ ცოტა ხანში მეგანს თუთიყუშის ხმამაღალი ყვირილი მოესმა. დედა პატარა. თურმე 2 წლის ბავშვი ნამცხვრის მოპარვას ცდილობდა, ჭამასაც აპირებდა, გადასცდა და იხრჩობოდა. მეგანმა გოგონას ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა, რის შემდეგაც ჰანა გონს მოვიდა. თუთიყუში ვილი ადგილობრივი წითელი ჯვრის საზოგადოებამ დააჯილდოვა. თეთრი ვეშაპი ჩინელი მკვინთავი იანგ იუნი მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთ შეჯიბრში. მას აინტერესებდა, რამდენი ხანი შეძლებდა სუნთქვის შეკავებას თეთრი ვეშაპების აუზში. ცოტა ხანში იანმა გაანალიზა, რომ ფეხებს ვეღარ ამოძრავებდა, რაც დახშჯობას ნიშნავს. ერთ-ერთმა თეთრმა ვეშაპმა იგრძნო იანის გასაჭირი, ფეხებში სწვდა და ზედაპირისკენ გაათრია. ასე გადაარჩინა ზღვის ბინადარმა ადამიანის სიკვდილს. ძალიან მაგარი ტიპები არიან ცხოველები. ასეთი ინფორმაციები უამრავია და ძალიან სასიამოვნო. უნდა გვიყვარდეს ისინი და არ უნდა განვიხილავდეთ მათ როგორც საკვებს ან ადამიანის სამსახურში მყოფ რაღაც არსებად. ისინიც ისევე იმსახურებენ ცხოვრებას როგორც ადამიანები, თუ უფრო მეტად არა.